საღამოშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. რატომ მიდიან პოლიტიკაში წერლები, რეჟისორები, მხატვრები და სხვა შემოქმედი ადამიანები? წერალი და მისი ბედი დღევანდელ ჩვენს ქვეყანაში. აი ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ სწორედ დღევანდელ გადაცემაში და ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის ცნობილი ადამიანი, ცნობილი რეჟისორი, ცნობილი მწერალი ბატონი გოდერძი შოხელი. დიდი მადლობა ბატონო გოდერძი, რომ ჩამოვბრძანდით, გამონახეთ დროს ჩვენთან სტუდიაში მობრძანდით და თქვენს ნებართვით მე უბრალოდ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვუწყებლობთ, ჩვენი ტელეფონის ნომრებია 71331 ან 71039, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თქვენთვის სასურველი კითხვა დასვათ ეთერში, რომელსაც უპასუხებს ბატონი გოდერძი. ბატონო გოდერძი, 2 დღის წინ ჩვენი ეთერითაც გადაიცა ეს რეპორტაჟი, როდესაც თქვენ და ბატონი შალვა ნათელაშვილი გამოვბრძანდით პრესკონფერენციაზე და გაკეთდა განაცხადი იმის შესახებ, რომ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ პოლიტიკაში მოსვლა. გადმოგეცათ ლეიბორისტული პარტიის მანდატი. რამ განაპირობა გოდერძი შოხელის არჩევანი აი ამ საკითხთან დაკავშირებით? რატომ მოდის გოდერძი შოხელი პოლიტიკაში? პირველ რიგში მე მინდა მივესალმო გოროლებს, შიდა ქართლის და საერთოდ ქართლის თრიალეთის მაცხოვრებლებს. გორში ჩემი ჩამოსვლა პირველი არ არის და ვიმედოვნე არც უკანასკნელი არ არის, უბრალოდ უჩვეულო იმით ჩამოვედი. აქამდე სულ იყო ხოლმე რომ გორში ჩემი კინოფილმები, ახალი ფილმები ჩამომქონდა პრემიერაზე და ყოველთვის იღბლიანი გამოდგებოდა ხოლმე გორში ჩატარებული პრემიერა და მე მიმქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ამდენად გოროლი მაყურებლებისაგან არ მაკლდა სითბო. რა განაპირობებდა ხოლმე გოდერძი აი ამ არჩევანს, რომ პირველ რიგში გორში მოქონდათ ეს ფილმები და შემდეგ უკვე მთელს ქვეყანას აცნობთ? ამას რა განაპირობებდა ეთყობა, გორში უფრო ძალმად ვგრძნობდი ქართულ სულს, ქართული სულის ფეთქას და რაღაც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თითქოს იქ ჩემ თაში უშვებდი ამ ფილმებს, სადაც გადავიღე. იქ შეუძლებელი იყო გაშვება, რომ იმათზე შემოწმებინა, რომ რა რეაქცია ექნებოდათ და ძალიან ახლოს დგანან გოროლები და ის ჩემი მთიელები, ვიზედაც მე ფილმებს ვიღებდი და აი ეტყობა ამიტომაც, რომ რეაქცია მაინტერესებდა, როგორი ექნებოდა და მე ვიცი, რომ უამრავი მეგობარი ყავთ გორში. გორში მეგობრები მყვანან, ვანო ჩხიკვაძე, ეხლა ჩამოთვლა არ მინდა, ნათლულებიც მყვანან და უამრავი მეგობრები მართლა ასე რომ გორი ჩემთვის არის რაღაც სანატრელი ადგილი და აი რაც შეეხება იმას რომ რამ გამოიწვია ჩემი პოლიტიკაში ფეხის შედგმა ასე ვთქვათ ისევ და ისევ კინომ გამოიწვია კინო ჩემთვის იყო ყველაფერი და სამწუხაროდ საქართველოში ისე დაინგრა ყველაფერი რომ ქართული კინომაც შეწყვიტა თავისი არსებობა და მე დავრჩი ცასა და მიწასა და ცას შორის გამოკიდებული და მე ჩემი სათქმელი ვეღარ ვთქვი არც მწერლობაში, იმიტომ რომ რატომღაც ისე იყო რომ თუ კინოს ვიღებდი, მხოლოდ მაშინ შემეძლო ხოლმე წერა და თუ კინოს არ ვიღებდი, მაშინ არ შემეძლო წერა და როგორც კი დადგა ის პერიოდი რომ მე კინოს ვეღარ ვიღებ, ვეღარც დავწერე და ამდენად დავრჩი გარიყული კი არა ვეღარც მთას დაუკავშირდი, იცი მე თბილისში ყოფნა ძალიან მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ მთელი ჩემი არსებით და ბუნებით ვარ მთიელი და იქა ვარ კარგად, მთაში ვარ კარგად და კინოს როცა ვიღებდი ხოლმე, სულ მთაზე ვწერდი, სულ მთაზე ვიღებდი ამ ჩემ ფილმებს და ძალაუნებურად მიხდებოდა მთაში ყოფნა და ერთხელ ესეთი შემთხვევაც კი მოხდა, რომ მეგობრებმა ჩემმა გარშემო ვინც იყვნენ ოპერატორები სხვადასხვანი მითხრეს რომ რა არის სუმთრა მთაში რომ დაგვათრევ ერთხელ ზღვაზე დაწერე სცენარი და წავიდეთ და ზღვაზე გადავიღოთ ჩვენ ცოტა დავისვენოთ ცოტა გადავიღოთ და მე გადავწყვიტე დამეწერა ზღვაზე სცენარი და პირველი მახსოვს დავწერე რომ ბერდია და მზია გამოვიდნენ სახლიდან და გაუყვნენ შავი ზღვის სანაპიროს დიდი წითელი მზე ჩადიოდა ზღვაში ბერდია მზიას გადახვია ხელი და ასე დიდხანს იდგნენ და ჩაგახურებდნენ ამ ჩამავალ მზეს ჩაბნელება და მეორე
მერე წერ გათენდა მეორე დილა ბერდიამ გააღო ჭერხოს კარები და გამოვიდა და შეუყო თოვლიან ფერდობს ისევ თაში მაინც იქ დაბრუნდით გასაგები ბატონო გოდერძე აი ეხლა ამბობდით რომ თა და ეს სივრცე ეს ბუმბერაზე ასე ვთქვათ თები გარკვეულ სული სიმშვიდეს და გარკვეულ თავისუფალ სივრცეს გაძლევთ არ იქნება თქვენთვის ძალიან პატარა და ძალიან ვიწრო პარლამენტის დარბაზი ნამდვილად ასე იქნება მაგრამ აი სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა რომ კინოთი მე ჩემს სათქმელს ვეღარ ვამბობ ან წერილობით მე ჩემს სათქმელს ვეღარ ვამბობ უფრო სწორად რომც დავწერო წიგნის გამოცემას უნდა წლები უნდა და ფინანსები უნდა რაც მე არ გამაჩნია და ჩემი სათქმელი ხალხამდე ვერ მივარა და მე რატომღაც მინდა რომ ჩემი ხმა მოისმინონ და აი ამიტომ გადავწყვიტე რომ შევსულიყავი გამხდარიყავი დეპუტატი მიუხედავად იმისა რომ ჩემი წინამორბედები ვინც იყვნენ რეჟისორები ძალიან ცუდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ხალხში რომ რა უნდა იმათ პარლამენტში თავის საქმე აკეთონო მაგრამ სამწუხაროდ ისინი არც კინოსთვის ზრუნავდნენ რომ კინო გადაერჩინათ და თავის საქმესაც ვეღარ აკეთებდნენ იმიტომ რომ კინო ასე ვთქვათ გარდაიცვალა რა აი მიმათი 10 წლის პარლამენტში ყოფნით და არავინ კაცშვილი კინოს არ შეეწია და ერთი ხმა არ ამოიღეს არა და ქართული კინო 100 წლის ხდება და 100 წლის თავზე რომ ქართველებს კინო აღარ ქონდეთ ეს მე მიმაჩნია აი ჩვენი კულტურის ძალიან დიდ ტრაგედიად და მე მაგიტომაც უფრო გადავწყვიტე პარლამენტში მისვლა რომ სხვა თუ არაფერი მე კარგად ვიცი რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და განა არ არიან პარლამენტში არიან ძალიან კარგი ადამიანები და ვერც გააქვთ იმათი ხმა არც ისმის მაგრამ ჩვენი მიდგომა არის რატომღაც ცუდი რა გაგებით პარლამენტში მსხდომი ხალხის მიმართ რატომღაც ჩვენ მიგვაჩნია რომ პარლამენტში მაინც და მაინც არ უნდა იჯდეს მწერალი არ უნდა იჯდეს რეჟისორი და განათლებული ადამიანი სწორედაც ესეთი ადამიანები უნდა იჯდნენ და არა ისინი ვინც ჩვენი ქვეყანა ამ დღემდე მიიყვანა და სწორედაც იმათგან მოდის მე დარწმუნებული ვარ ის აზრი რომ აი რა უნდა ამასა და ამას ამ ინტელიგენტ ადამიანს პარლამენტში აი ესეთი სუფთა ადამიანები უნდა იყვნენ როგორებიც არიან რამოდენიმე იქ იმ პარლამენტში და მაშინ შეიქმნება კარგი ამინდი და იქედან დაიწმინდება ის წყარო რომელიც ამღროს მთელ ჩვენ ქვეყანას გასაგები ბატონო გოდერძე მე წინა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხშირად გქონდა შეხვედრა იგივე სპორტსმენებთან რომლებიც ამბობდნენ და პირდებოდნენ ხალხს რომ აი ჩვენ რომ მივიდეთ პარლამენტში აუცილებლად გავწევთ სპორტის ლობირებას მაგრამ მოგეხსენებათ ისევე როგორც ხელოვნება კულტურა სპორტი ძალიან ძიმე დღეშია რამდენად აი ფიქრობთ და რამდენად შეძლებთ იგივე თქვა კინოხელოვნების ლობირებას რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ რომ და გაქვთ თუ არა აი ჩამოყალიბებული უკვე პატარა გეგმასავით თქვა აი რა საკითხების წამოწევას შეუწყობთ ხელს იგივე პარლამენტის ტრიბუნიდან რომ რაღაცნაირად ეს ჩამკვდარი ასე ვთქვა კინო წარმოება ქვეყანაში როგორღაც აღდგეს სიმართლე რომ გითხრა დიდი იმედი არ მაქვს რომ მე რამეს გავაკეთებ და რამეს შევცვლი და თუნდაც რაღაცა ეშველება ჩემი იქ მისვლით ქართულ ფილმს მაგრამ მე შინაგანი ხმა შინაგანი ჩემი არსი არ მაძლევს იმის უფლებას რომ რაღაცა არ ვცადო და აი რაღაცა რო არ ვცადე და ჩავიკეტე ერთი წლის განმავლობაში თბილისში მერვე სართულზე ამაზე დამემართა ნერვოზიც დამემართა დეპრესიაც დამემართა კიდე მერე უბედურება დამემართა და აღარ მინდა რომ ესე ვიჯდე და უმაქნისად ვიჯდე და იქ მაინც ვიყო იმ პარლამენტში მაინც ვიყო და ასე თუ ისე რაღაცა მაინც ვთქვა რასაც ხალხი გაიგონებს რომ აი ესეთი აზრიც არსებობს თუნდაც გულის ტკივილი აი თუნდაც მაგიტომ მიმაჩნია ჩემი იქ მისვლა რა რომ არათაშვილის არ იყოს რომ ჩემს შემდგომად მოძმესაც ჩემს სიძნელე გზისა გაუადვილდეს რომ გავუშვი შეიძლება არაპოპულარულ ნაბეჭს ვდგამ მე იმიტომ რომ
მივდივარ იქ, სადაც ერთმანეთს ბორჯომს ასხამენ, სადაც ერთმანეთს საფერფლოებს ესვრიან და მუშტიკრივია და ამას ქვია საქართველოს პარლამენტი, მაგრამ ვიღაცამ ხო უნდა გაწიროს თავი, ვიღაცამ ხო უნდა გადადგას ნაბიჯი მივიდეს ერთი თორე სხვანაირად პარლამენტი არ გაიწმინდება. ისინი თუ გონიათ რომ გამოვლენ იქიდან ძალიან ვცდებით, იმიტომ რომ ხარჯავენ იმათ ფული აქვთ, ხარჯავენ ამ ფულს და ერთი და იგივე სახეებია და ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ და ამას წინათ მეგობარმა მითხრა რომ კახეთში ვიყავი და ისეთი კარგი რაღაც მითხრა ამ კახელმა გლეხმა რომ აღარ ვიციო რა უნდა მოგიყვეო და რა გითხრა ეგეთი მეთქი და კაცო ეს პარლამენტარები და ჩვენი ხელისუფლებაო ისე ჩამოშორდა ხალხსო და ისე ცალკე არიანო ხალხი ცალკე და ეგენი ცალკე და ისე გაიქცენ წინო რომ აუცილებლად უბსკრულში გადაიჩეხებიან და ეს საქართველო კი დარჩება აქაო და ეგენი გადაჩეხილი აღმოჩნდებიან მაგრამ სამწუხარო რეალობა. მოდი ბანუგოდეცი მაყურებელს მოусმინოთ, რომელიც გველოდება კარგა ხანია ეთერში. საღამოშვიდობისა გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გთხოვთ დასვათ კითხვა. ალო, დიახ, გისმენთ. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა. განსაკუთრებით ბატონი გოდერძის. ბატონი გოდერძი, გჯეროდეს რომ საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელსაც თქვენ არ უყვარდეთ. სუდათ ისმის, თუ შეგიძლიათ არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც ბატონი გოდერძი არ უყვარდეს. ეს საოცარი პიროვნება და მაინტერესებს ჯერ ერთი რომ ეს ჩემი და თელი საქართველოს სიცხულია რომ ასეთი ბუნების ასეთი შესანიშნავი მწერალი პარლამენტისკენ იხედება ეს საერთოდ დღევანდელობის სიცხულია მეორე აი როგორი ალალე კაცის ბრძანდებით ეს თქვენი ნაწერებიდან ყველამით ისი ალალად მიპასუხეთ მე რაღაცნაირად ჯერა რომ ლეიბორისტული პარტია მე არ მაქვს მნიშვნელობა საგომელ პარტიაში იქნებოდი მოიგებს თქვენით, მაგრამ თქვენ როგორც პიროვნება, სადღაც მე მგონი წააგებთ. აი დიდ სიყვარულზეა საუბარი. აი პარტია მაინც რაღაცას შეგახოცავსავით, ასე მგონია. და ძალიან ვთქვით, ალალად მიპასუხოთ ამ კითხვაზე. ვერ გავიგებ ეს ხალხია, მაგრამ თქვენ ალო, ვერ გავიგებ თქვენი ბოლო ფრაზები. უკაცრავ. ну ძირითადი აზრი მაინც ესეთი იყო რომ ბევრ ადამიანს მაინც არ ემეტებით აი ბევრ პოლიტიკაში ბევრი სიბინძური არსებობს ეს გამონათქვამი და არ ემეტებით ბევრ ადამიანს ალბათ აი ამ ასე თქვა ჭაობში შესასვლელად მაგრამ თქვენი გამონათქვამიდან გამომდინარე თქვენ უკვე თქვით პრინციპში რომ ამ ჭაობშიც ვიღაცა უნდა შევიდეს ვინც რაღაცა შეიტანს უპირველესად მე არ მემეტება ჩემი თავი მაგრამ სულ უმოქმედობას და სულ პირში წყალის ჩაგუბებას მე მერჩევნია რომ რაღაცა მაინც თქვა და ხალხს რაღაც ისეთი იმედიანი სიტყვა მაინც გავაგონო და განსაკუთრებით მე ეს მაძლევს ამას ამ ძალას ის რომ მე მივედი ისეთ კაცთან რომელიც ამდენი ხანი არის იბრძვის და არ გასრულა ეს არის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ხო ეს არჩევანი ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა შალვა ნათელაშვილი ჯერ ერთი თითქმის ერთად გავიზარდენით ის ცოტა უმცროსია ჩემზე და აი ბავშვობიდან ისეთი იყო რომ აი მაგის ცუდს ვერ გაიგონებდი ვერსად და მე მგონი თემა საქართველოს კარგად დაინახა რომ შალვა ნათელაშვილი როგორი სუფთა ადამიანია ეჭიდაებიან მაგრამ ვერსაიდან ვერ მოუნახეს სუსტი ადგილი და შალვას გვერდით ყოფნა მე მაძლევს იმის რწმენას რომ მეც რაღაცნაირად სუფთად დავრჩები რომც მოვინდომო რომც არ მოვინდომო სუფთად დარჩენა გასაგები კიდევ ერთი ზარი მოусმინოთ მაყურებელს საღამოშვიდობისა გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ სალმებით დიახ გისმენთ ბატონო გოდერძი მე ძალიან მიხარია რომ თქვენ დღეს სტუდიაში გხედავთ თქვენი სიცოცხლე მარტო თქვენ კი არა ხალხს ეკუთვნება მე რა მინდა იცით გისურვოთ მე ნამდვილად მადლობელი ვარ შალვა ნათელაშვილის რომ თქვენ აი გვერდში ამოგიდგა თავგაჭირვების დროს და მე მინდა ისეთივე სუფთად დარჩეთ ისეთივე კეთილად ისეთივე ჭკვიანად იმ პარლამენტშიც როგორიც დღეს ბრძანდებით დიდხანს გიწურვებთ ცხოვრებას და სიცოცხლეს დიდი მადლობა დიდი მადლობა ბანუგოდერძი ჩვენ საუბრობდით შალვა ნათელაშვილზე და იმ არჩევანზე თქვათ რაც გააკეთდა თქვენი მხრიდან და
საინტერესოა, რამდენად შეიძლება თქვა გულდერის ჩოხელი. მოდი ესე ვიტყვი უხეშად ცოტა, ორი კურდღლის დაჭერას ერთდროულად. თქვა პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობას და იგივე სამწერლო ასე თქვა მოღვაწეობას. აი, ხო არ შეუშლის ეს ორი რამ ერთმანეთს ხელს ძალიან. რა თქმა უნდა შეუშლის ერთმანეთს ხელს, მაგრამ მე წაღან მოგახსენეთ, რომ რატო ეს არ ვიცი, უпростоრად ვიცი. მე თუ კინოს არ ვიღებ, ვერ ვწერ. მე მწერლობა დავიწყე იმისთვის, რომ კინო გადამეღო, კინოს სარეჟისორო ფაკულტეტზე მოგწე გითხრეს, რომ დაწერებ კინოს სცენარები. და მე დავიწყე წერას კინოებისთვის და აი თუ ჩემ მოთხრობებში მე ყველა მოთხრობაში კინოს ვხედავ და მე ყველა მოთხრობას კინოსთვის ვწერ. უпростоრად ვეღარ ვწერ ახლა, იმიტომ რომ კინო აღარ არის, კინო მოკვდა საქართველოში, კინო დაასამარეს და სამაგიეროდ ტელევიზიაში ათასუბედურებას უჩვენებენ და ქართველი ბავშვები აღარ იზრდებიან იმ სულით, იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც ქართული ფილმი ზრდიდა ჩვენს დედებს, მამებს, ძმებს და ასე შემდეგ. და სამაგიეროდ სხვა რაღაცა უცხოური მოგვეძალა და არა მარტო კინოში, ხო და მე ამ კუთხით სხვა მხრივაც გული მწყდება და ამიტომაც გული მწყდება, რომ აი ეს აღარ არის და შეუშლის, რა თქმა უნდა. ორი კურდღელის მდევარი ვერც ერთ არ დაუჭერია არასოდეს კურდღელი, მაგრამ აი მე თუ დავინახავ, რომ მე იქ ვერაფერს ვერ ჩემი ხმა დარჩება ხმად მღაღადებლის და უდაბნოს და შინა, როგორც მივედი ისე წამოვალ ალბათ შალვას გულს ვატკენ ამით, მაგრამ მე მინდა მაინც ვცადო, იცი, სულ უმოქმედობას. აი შიში გამიჩნდა, რომ ჩავიკეტები კიდე და კიდე დამემართება ეს დეპრესია და რაღაც. იმიტომ რომ მე ხალხს მოვწყდი. ხალხს მოვწყდი, იმიტომ რომ ფილმებს ვეღარ ვიღებ. ხალხს მოვწყდი, იმიტომ რომ ვეღარ ვწერ. და ამით ჩემს სამშობლოს მოვწყდი და ჩემი სამშობლოს ცხოვრობით ვეღარ ვცხოვრობ და აღარ მინდა რომ ხელახლა მივიდე იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც ჩავარდი ცოტა ხნის წინ. ჯაჭვადის კონდა ეს სიტყვა, მოძრაობა და მოძრაობა, ხო სიცოცხლის ასე ვთქვათ, თენგის სიცოცხლის და ძალის მოძრაობა. ისევ მოძრაობა და არა ხელების ჩამოყრა და არა იმის თქმა, რომ აი ამას ჩემზე რა სიტყვიან და რა სიტყვიან, ვერავინაც ვერაფერს ვერ იტყვის, იმიტომ რომ მე იქ ცუდი რამის საკეთებლად არ მივდივარ, მე იქ მივდივარ სუფთა გულით, სუფთა ხელებით და მე იქ მივდივარ ჩემი სამშობლოს სიყვარულით და თუ ვიღაცამ არ შეადგას სწორედ ასე ფეხი, სულ ისე იქნება, რომ იქ მიდიან მოსატაცებნელად თავისი მქონების ლობირებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მართლა ისე გაგვასწრებენ, რომ სულ სადღაც სხვაგან აღმოჩნდებიან ეს ჩვენი პარლამენტარები. კიდევ ერთი ზარიათი, მოვისმინოთ. საღამშვიდობისა, გისმენთ? მშვიდობისა. ძალიან მიხარია, რომ ხედავთ ბატონო გოდეზე. ჩემო შვილებმა და მოსწავლეებმა ზეპირად იციან მთელი გუდამაყარი თქვენი შემოქმედებით. ძალიან ვსურდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ აი იმ შემთხვევის გამო მოვძებნეთ ასეთი ფორმა, მოსწავლეებმა მოგწერეთ წერილები. აი ამ წუთას შემთხვევით ჩახედა ერთ-ერთი წერილი ასეთია. გითანაგრძნობ სულითა და გულით, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ვფიქრობ, ეს შემთხვევა ხელს არ აგაღებინებთ წერაზე და ჩვენს სამუდამო სიხარულზე. ბატონო გოდეზე, ასეთი კითხვა მაქვს, შეგიძლიათ თუ არა ჩვენს ერთ-ერთ გაკვეთილს დაესწროთ და კიდევ ერთი სურვილი. მე ვფიქრობ, რომ თქვენი პარლამენტში მოსვლა ალბათ ბევრ სასიკეთო საქმეს წააგდება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე ყოველთვის სიხარულით ჩამოვალ გორში და დავასწრები გაკვეთილს. მით უმეტეს ვხედავ, რომ აი საქართველოში მოდის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე კლასელები, მეხუთე, თაობა მოდის ისეთი, რომელმაც აი რაღაცა იმათ თითქოს იმაზე მეტი იციან, რაც ჩვენ ვიცით. და ხშირად შემეშინდება ხოლმე, როდესაც ვესწრები გაკვეთილს, რომ რამე მე თვითონ ისეთი არ ამკითხონ,
რომ ჩავიჭრა და იმათ წინაშე შევწყვე. და ერთმა ბავშვმა ამას წინათ წერილი მომწერა, რომ ზიაგოდერძი წერე რა, რაც შეიძლება ბევრი წერე და დედას გეფიცები ყველაფერს წავიკითხავ, ესე იგი თავი გაყიდა რომ როგორ ეზარება წაკითხვა და დედას გეფიცები წავიკითხავ ყველაფერს. ნუ აი ყველა ზარში თითქმის გამოიკვეთა ის პათოსი, რომ თქვენ ხალხს სჭირდებით და საჭიროა და აუცილებელია რომ თქვენ წეროთ, მაგრამ ისევ კინოსთან მიდივართ, რაზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ, თქვენ გიჭირთ ასე ვთქვათ კინოს გარეშე. მაგრამ აი ბატონო გოდერძი, მე მაინც ესეთი კითხვა მიჩნდება, როდესაც მოხდა ის ფაქტი, ძალიან ძნელად ცუდად გასახსენებელი და ძნელად გასახსენებელი. აი ამ ფაქტის შემდეგ ფაქტიურად თქვენ გარკვეული ყურადღება მიიყვანეთ. მახსოვს გოგითოფაძის ფონდისგან რაღაც გარკვეული პატარა თანხა გადმოგერიცხათ და რაღაც. ნუ თუ საჭირო იყო ასეთი ნაბიჯის გადატყვა, რომ საზოგადოებას დაენახა თავისი მწერალი, თავისი ღირსეული შვილი. და ასე ვთქვათ, ყურადღება ამის შემდეგ, ურემი რო გადაბრუნდება, გზამერი გამოჩნდება. აი ამის შემდეგ ნუ ეხლა ხო არ ფიქრობთ, რომ რაღაც ჩვენს საზოგადოებაში რაღაცნაირად ზნეობის დეფიციტია შექმნილი და რაღაცნაირად თითქოს ჩვენი ყველას გული გაციოთ. ყველას გული გაციებული არ არის. ყველას არ ნუ გარდა. მე ეს ვირწმუნე და ვიწამე და დავინახე ჩემი თვალით, როდესაც ნაკადად მოდიოდა ხალხი საავადმყოფოში და რაჭიდან მთელი სკოლაც კი ჩამოვიდა ჩემს სანახავად და მე არ შემიძლია მადლობელი არ ვიყო მთელი საქართველოსი. იმ საქართველოსი, რომელიც ჩემნაირ დღეშია და არა იმ საქართველოსი, რომელსაც შეუძლია რომ ჩემნაირები ესე დღეში ჩააგდონ, რომ ამ ზომამდე მიიყვანონ. და ორი საქართველო არსებობს, ხო ბატონო? ასე გამოდის, რომ ორი საქართველო არსებობს. ერთი, რომელსაც არ შეუძლია რომ ქართველის ძვლებზე სასახლეები ააშენოს და მეორე, რომელიც ქართველების ძვლებზე სასახლეებს აშენებს და 1 ლარი სადაც უნდა მოიგოს, იქ მილიონის მოგება უნდა, ისევ ქართველის ხარჯზე. და ესე არის გაყოფილი ეს საქართველო ორად. ერთნი თავის ჯამში ჩაეცქირებიან, მეორენი კიდე უკანასკნელ გროშებს უყოფენ ერთი მეორეს და ის ფაქტი, რომ გოგითოფაძემ რაღაცა გადმომირიცხა, ეს ჯერჯერობით სიმართლეს არ შეეფერება და შემდეგში აქვს გადაწყვეტილი და ვნახოთ რა იქნება, მაგრამ აი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ 5 ლარი ჰქონდათ და 4 ლარი მე ჩემს წამლებისში დახარჯეს და ლარი თვითონ დაიტოვეს. ესეთი ადამიანები ბევრი იყვნენ საბედნიერო და მე ხედავ, რომ ჩვენ ზნეობრივად არ დავცემულ ვართ. ჩვენ უბრალოდ ეს ბედის წერა იყო, თითქოს მე უნდა შემესრულებინა რაღაცა ისეთი ღვთის ხელით, რომ რაღაცნაირად გამოფხიზლებულიყო საქართველო, რომ ესე ცხოვრება არ შეიძლება. მე ღმერთმა მიმიყვანა იმ ზომამდე და აღარ გამწირა, არ გამიშვა იქეთ. და სამაგიეროდ მე მგონი ქართულ ხალხს დაავანახვა ის, რომ არ შეიძლება ესე ცხოვრება აღარ შეიძლება. არ შეიძლება რომ მწერალი, კინორეჟისორი იყოს იმდენად დათრგუნული, რომ აი ეს გააკეთოს, რაც მე გავაკეთე. გასაგებ, ბატონო გოდერძი, მე მართლა მეუხერხულება ამ თემას, მაგრამ თქვენ თვითონ წამოიწყეთ, ამიტომ მე ერთ დეტალს გეტყვით, რომელიც თქვენ ალბათ არ გახსოვთ და ალბათ საზოგადოებამ ბევრმა ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ არ იცის. იმ დღეებში ნახევარ საათს მე 1 საათს მე თვითონაც მეყოფებოდი ქაილის საავადმყოფოში და ერთ-ერთ მედდას გავესაუბრე, რომელმაც თქვა, რომ თქვენ როდესაც შეყავდით საოპერაციოში, თქვენი სიტყვები, თქვენი ფრაზები იყო ასეთი: მშვიდობით ჩემო ქვეყანა, მშვიდობით ჩემო სამშობლო. გამომდინარე აქედან ესე, თქვენ თავს არ დარდობდით. თქვენ დარდობდით რაღაც უფრო სხვას, უფრო გლობალურს. კარგით, მოდით კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ. საღამოშიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. დიდი მადლობა, რომ ასეთი საშუალება მოგეცა თანამედროვეობის დიდ პიროვნებასთან, დიდ მწერალთან გასაუბრებისა. მე ისეთ დონეზე ვღელავ, როდის მომიხდებოდა საშუალება მექნებოდა ბატონ გოდერძისთან გასაუბრებისა. მე მხოლოდ ერთი რამე მინდა გითხრათ, ბატონო გოდერძი, რომ თქვენ წიგნებზე გაზრდილი თაობა ვართ. პირადად მე ამ თაობას ვიკუთვნი. თითქოს თქვენ ვაჟასთან ახლოს მიმიყვანეთ, ვაჟა ფშაველასთან.
თითქოს თქვენ თანამედროვე ვაჟა-ფშაველად ხართ. თითქოს კი არა ეს ასია. მე მოხარული ვარ პოლიტიკაში მიბრძანდებით. იმედით ვარ გახარებული, რომ თქვენ ყველაზე მეტად განათლების სისტემაში დაიწყებთ მოღვაწეობას, კურირებას დაუწყებთ განათლების სისტემას და საერთოდ მე ვსურვებდი, რომ თქვენ განათლების მინისტრის ყოფილებავით. ეს ძალიან გჭირდება. დიდი მადლობა, რომ თქვენ არსებობთ, დიდი მადლობა, რომ თქვენ კარგად ხართ. რაც შეეხება იმ პერიოდს, ეს თქვენთვის პატარა კოშმარული სიზმრად დარჩება. მე ასე მგონია, თქვენგან კიდევ დიდ ნაწარმოებებს, რომელზეც გაიზრდება ჩვენი თაობა, კიდევ ბევრჯერ გავიკითხავთ. დიდი მადლობა, რომ არსებობთ. ძალიან გვიყვარხართ. დიდი მადლობა თქვენ და რაც შეეხება ჩემს განათლებასთან კავშირს, მე წაღანაც აღნიშნე, რომ ხშირად დავდივარ ხოლმე სკოლებში და მე აღფრთოვანებული ვარ იმ მასწავლებლებით, რომლებიც ხშირად ხელფასი არ აქვთ, გაყინულ კლასებში შედიან და ამ ქართველებად ზრდიან ჩვენ მომავალ თაობას. ესე იგი, აი თითქმის შეუძლებელი შეძლეს მათ ის, რასაც ტელეეკრანზე და სხვაგან აკარგვინებენ ჩვენ შვილებს და სახლშიც არ აქვთ ამისი შეძენის უკვე საშუალება ჩვენ შვილებს აღზრდა სახლშიც აკლიათ, იმიტომ რომ დედა და მამა პურის საშოვნელად არიან გასული და აი მასწავლებლები დარჩნენ, ერთადერთი მასწავლებლები, რომლებიც სიცივეში აი უხელფასოდ ჩვენ შვილებს ჩვენი წინაპრების ადათ-წესებით ზრდიან და მე დიდი მადლობელი ვარ ყველა მასწავლებლის. თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ თვითონ სისტემაში, განათლების სისტემაში მაინც არის შესაძლებელი რაღაც ზოგიერთი. რა თქმა უნდა, ბევრი რამე არის შესაძლებელი, ცოტა რაღაც კი არა, ბევრი რამეა შესაძლებელი, იმიტომ რომ ჯერ უბრალოდ აი ჩვენ მოკლე დროში იმდენი რამე შეიცვალა, რომ აღარ შეიძლება იმ რითიც მე მასწავლიდნენ, ისე ვასწავლოთ და ეს ალბათ მოსაფიქრებელია კარგად, იმიტომ რომ ეს საქმე გვაქვს ბავშვის ფენომენთან და ისეთი რამე უნდა ისეთი ქარისწისქვილი არ უნდა გამოვიგონოთ და ხელახლა ველოსიპედი არ უნდა გამოვიგონოთ. ჩვენ უნდა მოვიძიოთ ჩვენი წინაპრების გენები, იმათი ადათ-წესები და იმათი ადათ-წესებიდან ამოვიდეთ თუ რა ვასწავლოთ ახლებურად ჩვენ შვილებს. გასაგებია. საკმაოდ ბევრი ტელემაყურებელი ეკავს და ითხოვენ დაჟინებით, რომ გაგვიშვით ეთერში. მოდით არ ვაწყენინოთ, გამოვუშვათ ყველა ეთერში. ჯობია ტელემაყურებელმა დასვას პრინციპში ამ შემთხვევაში კითხვა, ვიდრე თქვათ ჩემი კითხვებით ამოწუროთ გადაცემა. სამშვიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. სამშვიდობის. გამარჯობა. ბანო გოდერტ, თქვენ აღმოსავლელი კაცი ბრძანდებით, საკმაოდ ისეთი როგორც შვებიათ აღმოსავლელებს ბრძენი დაალაგებული ადამიანი და როგორც ჩანს მეც მარინება თქვენი სხვაგან მოღვაწეობა, რასაც გილოცავთ. ეს ერთი. მე მადლობელი ვარ იმის აღნიშნის, რომ გორის მიწამ ბევრი ტიტანი გაზარდა. ძალიან ბევრი ტიტანი. ახლა აღარ არის საჭირო ჩამოთვლა იმისი. და თუ ვინმე ეჩვენება, რომ განათლების მინისტრობა მწერლობაზე მეტია, ძალიან სცდება. მოხარული ვარ, რომ ბრძანდებით პარლამენტის როგორ გითხრათ? კანდიდატი. ხო და ეჭვი არ მეპარება აი ეს ჩვენი თაობა, რომელიც ძალიან ცუდად დაიკარგა და ყველა მეორე ალბათ ნატრობს ყველას არა აქვს იმის შესაძლებლობა გააკეთოს ეს ასპენ გააკეთეთ. იცით რა მინდა გითხრათ, ყველა მეორე თქვენ დღეშია, მაგრამ ჩვენ ქართველებს არა გვაქვს უფლება, იცით აი როგორ გითხრათ, სულიერად დაცემისა. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი პარლამენტში მისვლით, თქვენ ვეღარ აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, იცით რა, ღირსეული ადამიანი პროამერიკული ორიენტაციის მოღვაწეობას არ მიყოფს ხელს ფულის გამო. ხო და აი ის ქართველი, ვინც ქართულ სიტყვას იტყვის, ქართველებისათვის ქართული სულის ასამაღლებლად, მე მგონია რომ ეს თქვენ იქნებით. რასაც როგორ გითხრათ, გისურვებთ რომ არ დაგეყაროთ ფარხმალი და აი შემართებით გებრძოლოთ ბოლომდე. მადლობთ. დიდი მადლობა. სულელებია ძირითადად. მადლობთ და პირდებით ამას ნამდვილად. ისე როგორ ფიქრობთ, აი როცა უსმენთ პარლამენტის ხომას, ალბათ არ შეიძლება ჩართო ტელევიზორი დაინახო იქ მუშტიკრივი
და არ გაჩერდა იმ არხზე, ასე ვთქვათ, და იმ არხს არ უყურე. და როდესაც ისმეთ, მართლა საჭიროა ალბათ ქართული სიტყვის შეტანა პარლამენტში. ხშირად ძალიან უჭირდა. საუბედუროდ ისე ხდება, რომ აი მართალბრძანით ქართული სიტყვის შეტანა არის საჭირო პარლამენტში. იგონებენ ახალ სიტყვებს, რაღაც ნათარგ სიტყვებს და მე ატრიალებენ ამ ტელეეკრანზე ამას და მოსახლეობამ არ იცის რას ნიშნავს ეს სიტყვა და ეს ისე ამღორებს ქართულ ენას პარლამენტიდან წამოსული ეს უცხო სიტყვები ნათარგმნი შეფუძეცებული სიტყვები რომ აი ეს ჩვენი ქართული ენა რომლითაც ქრისტე ღმერთმა უნდა გამიკითხოს მეორედ მოსვლის ჟამს აი ესეთ ნაზავით შეჯერებული არის დღეს. კი, ლაზარეს ენაზე იყო საუბარი. ბატონო გუდერძი, მე ახლა მინდა შემოგთავაზო თქვენ ერთი პატარა ჩანართი ჩვენს გადაცემაში. ამ სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა ბატონი ვანო ჩხიკვაძე, სულ 3-3 კვირის წინ დაახლოებით და ჩვენ ძირითადად საუბარი ამ სტუდიაში შეეხებოდა სწორედ მწერლობას, მწერლის ბედს დღევანდელ ქვეყანაში და მწერალს როგორც სულიერ ლიდერს და მოძღვარს, ასე ვთქვათ, საზოგადოებისა. და იქ ერთი საგულისხმო დეტალია ძალიან გთხოვთ ყურადღებით მოусმინოთ აი ამ ჩანართს. როდესაც ვანო ჩხიკვაძე ხას უსვამს იმ ფაქტორს, რომ დღეს თვითონ მწერლებშიც კი გარკვეული განხეთქილება არსებობს. მოდით მოусმინოთ ახლა ამ ჩანართს და შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა. ქართულმა მწერლობამ, დღევანდელ თანამედროვე ქართულმა მწერლობამ მწერლებმა სულიერი, ასე ვთქვათ, ლიდერის პოზიცია დაკარგეს. ბოლო ხანს აქ ჩვენს რეგიონში მოხდარი ფაქტი მახსენდება, როდესაც გოდერის შოხელმა თვითმკვლელობას სცადა ერთ-ერთ მონასტერში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დღეს მწერალი დაფასებული და რამდენად ასრულებს იმ მისიას, თქვათ, და რამდენად შეუძლია უბრალოდ შეასრულოს ის მისია, რასაც ქვიათ, მე ცა ნიშნავს და ერებს ის. ახლა ექსტრიქონები რომ მოიტანეთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ვინას თქვა ექსტრიქონები რა. ახლა საქმე იმაშია, რომ მაგ ბატონმა შოთან მომძანა ამერიკაში ამაც ადამიანებს გამბედავებს ცენ კატებს, ხო? როცა წერ უკვე გარკვეულად რისკთან ახარ და რაღაც გარკვეული გაბედულება გაქვს, ხო? შეიძლება რაღაც არარეალური, არა ისეთი, მაგრამ მაინც შენ რაღაცა გინდა, ხო, რაღაც შექმნა ისეთი. სათქმელი თქო, შენ მიიტანო, ხო, შენ ის და ვიღაც დაინტერესო შენ. მაგრამ ის მეორე მხარე, რაც არის უკვე ერის ის რომ და იგისროს არა, ეს მართლაც იყო აგერ მოყოლებული იქიდან. მთელი ჩვენი ქართული სინამდვილის განმავლობაში ხარ შოთა რუსთავის ვეფხისტყაოსანი გასამდე ხაწელი მიგვიძლებოდა და გარკვეულწილად მე მგონი ბევრი მთავრების და ბევრი უსახელოდ გადაგებული თავადების სახელები არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს ერთს არა, ის ვინ შექმნა, როგორ შექმნა, თუმცა არც ვეფხისტყაოსანს არ დადგომია კარგით თავის დროს. ხომ და ასე თუ ისე ნამდვილი მწერალი იბრძვის, ცოცხალიც იბრძვის და სიკვდილის მერეც არა, მაგრამ ახლა სხვა რამეზეა, მართლაც ჭირდება ეს ლიდერის გამოკვეთილი ლიდერი, მაშინ როცა სავალალო დღეში და იგივე ქართული პოლიტიკა, იგივე დაუშვათ, მაშინ მაინც მწერალი, ხო, მაინც იქითკენ, აი ბევრს ვთქვათ ჩემთვის, აი წერლობა რატომ არის ჩუმად? წერლობა არ არის ჩუმად. უბრალოდ აგერ ის ხაზები, აი ის დამაკავშირებელი რაღაცები გაწყობა ადამიანებს. ეს მე ბატონო მგონი ბევრი რამ შეგნებულადაც მოხდა. ის დაქსაქსულობა, ის დაყოფა, აგერ წეგანი შეხვედრაზეც გაჟღერდა, რომ ყველამ თავთავისი ის შექმნა, ხომ? აი ეს რაღაცნაირად ამან ძალიან ცუდი სამსახური გაუწია. ერთხელ ვახტანგ ჯავახაძემ ბრძანა, რომ საქართველოში დღესო მარტო წერალი და მკითხველი კი არა, მწერალი და მწერალის დაშორდაო. აი როგორმე უნდა გაითიშოს, როგორმე ერთი აზრით ერთი ძალა არ იყოს. აი ისე როგორც ქარხნები დაიშალა, ის დაიშალა, ხო შეიძლება ეს ერთად მუშტად შეკრული, მუშათა კლასი ნახო, მართლაც რა ძალა აქვს, ხო? ამათ გადიტყვებას ჯობია. ასევე მოხდა ყველა სფეროში და მათ შორის საკაც. ეს არ ამართლებს, რა თქმა უნდა, მწერლობას, ალბათ უფრო მეტი ძალის ხვევა და მეტი სჭირდება. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, თქვენ მოისმინეთ ბატონ გუდერძი, აი ვანო ჩხიკვაძის ფრაზები და მოდით მე თქვენი აზრი მაინტერესებს. რამდენად დაცილდა თვითონ მწერალი წერალს? ნუ აღარ არის საუბარი მწერლისა და თქვა საზოგადოების დაცილებას. მე სანამ მაგაზრთან მივიდოდეთ, მე ვიტყვი რომ მწერლობა იყო ქართველი ერის ცხოვრებაში
ერთ-ერთი უპირველესი და ჩვენ რითი ვართ, ჩვენი ისტორია რითია მდიდარი. არა მხოლოდ იმ ომებით და არა მხოლოდ იმ მეფეებით, რომლებმაც თავი დასდეს და წამებულებით. ჩვენი ისტორია მდიდარი არის უპირველესად მწერლობით, რაღაც საოცარი მწერლობით, რომელიც მეოთხე საუკუნეში დაწერილი დღესაც შეგაჟორჟოლებს და საუკუნეებს გადაჰყვება. და ამიტომ მე ესეთი შედარება მინდა გავაკეთო, რომ ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა რომ ამბობს ასათიანი ფართოდ გაშლილი დამოხატული თამარ დედოფლის დარბაზივით. თამარ დედოფალს დარბაზი არ ქონია და სასახლეები არ ქონიათ ჩვენ მეფეებს, მაგრამ საქართველო იყო იმათი დარბაზი და იმათი სამყოფელი. და ამ დარბაზს როგორც მეფე ედგა გულთა ბოძად, აი გვერდებზე კიდე შემოწყობილი ჰყავდნენ სიტყვის ოსტატები, სიტყვის მთქმელები, ქართული მწერლობა ედგა ამ დარბაზს, რომ არ ჩამოქცეულიყო და ერთს თავზე არ დამხობოდა საქართველო და დღემდე ესე იყო. დღეს სწორად ბრძანა ბატონმა ვანო ჩხიკვაძემ, რომ საქართველოში ყველაფერი ორად გაიხლიჩა და მე მგონია, რომ ვიღაცას აკეთებს ამას, რომ ყველაფერი გათიშული იყოს. მეც ასევე მგონია, არა მხოლოდ მწერლობაში, სულ ყველგან სპორტში, ფეხბურთში შეიძლებოდა, რომ ორად გაყოფილიყვნენ, ან და ეკლესია შეიძლებოდა, რომ ეკლესიაში შეეღწინა ორად გაყოფის რაღაც. ეს მიმდინარეობს ეს სამწუხარო და აი ეს როგორც ჩანს ძველ იმას ჩვენი მტერი კარგად იყენებს, დაყავი და იბატონე და მწერალს მართლა გაეთიშა. მწერალი კრიტიკოს გაეთიშა. კრიტიკა იმას ვეღარ აფასებს, რაც იწერება და ეს მოხდა რაღაცა აღრევა. მწერალს გაეთიშა, კრიტიკოსი მწერალს გაეთიშა და ორივენი ერთად ხალხს გაეთიშნენ და დარჩა მწერლის ხმამ ღაღადებელისა უდაბნოსა შინა და მე მგონი მწერლობამ ისე უნდა იტვირთოს ის ტვირთი, რაც ამ საუკუნეების მანძილზე რამისია ცეკისრა და თუნდაც ამის მაგალითად კმარა ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი წმინდანი, დღეს უკვე წმინდანი, რომელმაც 18 თუ 16 წლის ჭაბუკმა სამშობლო მთებო დაგვიწერა და იმის მერე იმ თავის სამშობლოს თავისი გულით, თავისი სულით, თავისი მხრებით ყავდა შემდგარი და აი ისე ყავდა შემდგარი, რომ გადაარჩინა, რომ არ ჩამოქცეულიყო და შემდეგ მოვიდნენ სხვები და შეეშველნენ ილიას. მართალია ილია მოვკალით, მაგრამ ილიას სიტყვა არ მოკვდა. ილიას სიტყვა დღესაც ჩვენთან არის, დღესაც გვამხნევებს და საუკუნეებს გადასწოდება და ამით არის მწერალი მოსაფრთხილებელიც და საჭიროც, რომ მისი სიტყვა შეიძლება სიცოცხლეში ვერ გაჟღერდეს ისე, როგორც გაივლის ჟამი და სიკვდილში გაიხმიანებს მომავლის გასაგები. თუმცა იგივე პარალელი თუნდაც ილიას ცხოვრებიდან. მაშინ ილიასაც ებრძოდნენ იგივე საქართველოში ყოფი მწერლები, გახსოვთ თაობათა შორის ბრძოლა და თაობათა შორის ბრძოლა. ალბათ ხო არ ფიქრობთ, რაღაც თვითონ ქართულ ფენომენში დევს აი ეს გაუტანობა, ურთიერთშური, ღვაწლი და ასე შემდეგ. ვაჟას აქვს, ხო? რა თქმა უნდა, ეს აქვს ეს სიტყვები, რომ როგორც ყალყორნები ისე დაესებიან. რა თქმა უნდა, ქართველების ნათქვამია, რომ უჩემოდ ვინ იმღერეთაო. ესე იგი, ჩემ გარეშე არავინ არ ხართო. ძალიან ამბიციურები ვართ. ამბიციურები ვართ. აი რამდენადაც კარგები ვართ, იმდენად მეორე მხარეს იმდენად აი ბებია ჩემი მეუბნებოდა ხოლმე რომ შვილო ადამიანს ერთ მხარზე ეშმაკიაზის, მეორე მხარზე ანგელოზიო და ეშმაკი ანგელოზიო ეუბნებაო რომ ეს გააკეთე, ეს კარგი გააკეთე, ეს იმას იკეთე უყავი. ეშმაკი კიდე ჩარჩურჩულებსო, ეს გააფუჭე, ის გატეხე, ის მოკალი და აი წონასწორობის რომელი დაძლევს.
და მაგრამ მე მაინც ვიტყოდი რომ ჩვენში მაინც სიკეთეს ძლევდა ყოველთვის აი ეშმაკის შურშულს და საუბარს, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ დღემდე ვერ მოვიდოდით და დღეს კიდე აი ფხიზლად ყოფნა გვჭირდება. დღეს გვჭირდება მართლა ისეთი მწერალი, რომელიც ხალხს ეტყვის სიტყვას და ხალხი ირწმუნებს ამ წერილის სიტყვას. დღეს ერის ლიდერი გვჭირდება, იცი, ჩვენ მეფე აღარ ყავს, რომელიც გულთაბოძად ედგა ყოველთვის იმ თამარ დედოფლის დარბაზს საქართველოს, აღარ აყვანან აღარც ისეთი ადამიანები, რომლებიც ბერმუხები იყვნენ, რატომღაც არ ვიცი ღმერთმა გაარიდა შეიძლება რომ ესეთი საქართველო არ ეჩვენებინა მათთვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ისინი იმ საუფლოდან ხედავენ აქაურ ამბებს, ჩვენ ამბებს და იმ საუფლოდან გვეხმარებიან და მოგვეხმარებიან და დაიბადება ჩვენში ნამდვილად ჭეშმარიტი მწერალი, ჭეშმარიტი სიტყვა ითქმება და მე რატომღაც მგონია რომ საქართველოს თუ დღემდე მოვიდა გადარჩება კიდევაც და კიდევ ბევრი მწერალი გაიზრდება და კიდევ ერთი ზარი გვაქვს ეთერში, როგორც მანიშნებენ, მოდით ვაუსმოთ. საღამოშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. დღევანდელი ახალგაზრდობა მოგეხსენებათ კრიმინალური სამყაროსკენ უფრო არის გადახრილი ვიდრე პოეზიისკენ და მწერლობისკენ და თქვენ როგორ ფიქრობთ, აი თქვენი მოსვლის შემდეგ, პარლამენტში მოსვლის შემდეგ, აი თუ გაქვთ რაიმე კონცეფცია შემუშავებული იმისთვის, რომ ისინი სრულყოფილ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, მე არასრულწლოვანებად საუბარი, მადლობთ. ასაგე. რა თქმა უნდა, მე შევეცდები რომ ისეც რაღაცა ვთქვი და ეხლაც ვამბობ რომ შევეცდები რომ აი ეს ქართული ზნე-ჩვეულებებისთვის ვიბრძოლო რომ წამოვწიოთ წინა პლანზე და ტელევიზიით იყოს ხშირად ნაჩვენები ქართული ხალხური სიმღერა. ეხლა მე არ მინდა ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ძილის წინ რო უჩვენებენ, კარგია თუ ცუდია, ეს ანტიხელოვნება არის ჩემთვის და რატომ მიბნევ მე თავგზას და ძილის წინ რატომ ანტიხელოვნებას რატომ მასაღებ თითქოს ხელოვნება იყოს და თუ მაინც და მაინც გწადია რომ ჩემზე კარგი ძილი მქონდეს, მომას მემინე ჰამლეთ გონაშვილის სიმღერა და ის სწორედ მე ამას შევეცდები რომ რაღაცნაირად ჩვენი ტელევიზია გაიწმინდოს ამ თავსმოხვეული იაფასიანი რაღაცა, მე არც ვიცი რა სახელი დავარქვა და წამოვწიო როგორმე წინ, ვეცადო ჩემ თანამოაზრეებთან ერთად წამოვწიო წინ ის კაიყმა რასაც ერთხა ტრადიციული კაიყმა რასაც ერთხა და ამას ვაჟაბშაველად ხომ გვეუბნება რომ კარგმა ვინა თქვა ვაჟებო ნათქვამის არ აქვს ცხენოდესო. აი დღეს სწორედ ეს პრობლემა არის, კაიყმის პრობლემა არის, აი თქვენ როგორც თქვით კრიმინალური ის წარმოვიდა წინა პლანზე, იმიტომ რომ კაიყმა თავისი მისამართი დაკარგა, კაიყმა აი ეს კრიმინალი გახდა კარგი ყმა, კაიყმა კარგი ბიჭი და აი ესეთი წესიერი პატიოსანი ადამიანი, საწყალი, ბეჭავი, უბედური, აი ეს ეპითეტებით შესამკობი გახდა და მე მაგალითად იმიტომაც მივედი ლეიბორისტულ პარტიაში, რომ მე დღეს კაიყმად ვთვლი შალვა ნათელაშვილს. შალვა ნათელაშვილი მთელი თავისი აგებულებით, მთელი თავისი მოწოდებით, მთელი თავისი სულისკვეთებით, თავისი შეუდრეკლობით, თავისი ცხოვრების წესით არის კაიყმა. მე აი მგონია რომ ვაჟაბშაველა აი ეს თითქოს შალვა ნათელაშვილზე წერდა რომ აი ეს არის კაიყმა და არა თქვენ სადი აცენო რომ ძროხებით, წღებით, ღამე მაძღრებით, დასწვებით, დილით მშივრების დგებით, თავის ჟამს ჩასკერთ, საქვეყნო დარცროს არ გამოსდგებით, არიცით დაჩნდით რისაც და ან რაისათვის ვკვდებით, დაჰკარგავთ სააქაოსა, ვერც საიქიოს წვდებით და შალვა ნათელაშვილს გუშინდელ გაზეთში წავიკითხე, ეკითხება ერთი ჟურნალისტი რომ თქვენო ალბათ იმიტომ ჩაწერეთ გოდერძი ჩოხელი თქვენ სიაში რომ ხალხზე გაქვთ გაკეთებული აქცენტიო და კარგად პასუხობს შალვა რომ დიახაც ეგრე არისო რომ მე გოდერძი ჩოხელი ხალხისთვის ჩავწერე რომ ხალხის რეიტინგის ხალხში მქონოდა რეიტინგიო პოპულისტურად შეუხსეს ეს ნაბიჯი. მაშინ მე პირიქით გავაკეთებდიო, ჩავწერდი გოდერძი ჩოხელის მაგივრად ფულის ტომარას და კამაზებით მომადგებოდნენ სახლშიო. აი
აი მე გონია რომ კაიყმის პრობლემა უნდა გადაწყდეს. უნდა გაერჩეს რომ ვინ არის კაიყმა. კაიყმა ნათელაშვილია, რომელიც იბრძვის ამდენი ხანია და ამას უყვარს სამშობლო, თუ ის რომელიც ზის იქ პარლამენტში არ ევიდება არავითარ დედის გინებას, სხვადასხვა რაღაცების კადრებას და აი ეს ბოლო-ბოლო ეს უნდა გაერკვეს და ეს ამით უნდა დაწმინდეს საქართველოს პარლამენტი. შალვასნაირი ადამიანები უნდა მოვიდნენ. სხვანაირად ჩვენ არაფერი არ გვშველდება. მადლობა. კიდევ ერთი ზარი აქვს ეთერში, საღამოშვიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა ბატონო გოდერძი, მოგესალმებით. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემ სახლში ახლა ვართ ჩვენი მეგობრების წრე, რომლებიც სიამოვნებით გიყურებთ, დიდი ხანია გელოდებით, ყოველთვის ჩვენი ეტალონი იყავთ, ჩვენ ახალგაზრდები ვარ და თქვენაირმა ადამიანმა უნდა იცოცხლოს ძალიან დიდი ხანი. უნდა იყოთ ჯანმრთელად, უნდა იყოთ პარლამენტში, უნდა იყოთ ხალხის ცენტრში, რომ თქვენგან ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა თაობამ ავიღოთ მაგალითი, ვიყოთ თქვენნაირები და ჩვენთვის რომ თქვენნაირი პატიოსანი ადამიანები გადაარჩენენ საქართველოს და ძალიან ხშირად უნდა გამოჩნდეთ ჩვენ ვფიქრობთ ტელევიზიაში, რომ დამოძღვროთ ხალხი, დაგინახონ რომ საქართველოში კიდე არსებობენ თქვენნაირი ადამიანები და იმედი მიეცეს ამ გაჭირვებულ ხალხს. საქართველო გაბწყინდება, სანამ თქვენ და თქვენნაირები იქნებით. ძალიან გვიყვარხართ და გეკითხებით, აუცილებლად აპირებთ თუ არა პარლამენტში შესვლას. ეს ხალხის შალვა ნათელაშვილმა ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა. ძალიან სწორი და ფიქრობთ, რომ თქვენი სახით თუ თქვენაირები ბევრნი მოვლენ, უნდა საქართველო გაბწყინდეს და გაბწყინდება კიდევაც. აპირებთ თუ არა პარლამენტში არჩევას და თუ აპირებთ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველო თქვენ გვერდზე დადგება. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. გეფერებით და გეხვედრებით. მადლობთ, დიდი მადლობელი ვარ და რახან ფეხი შევდგი და მოვისურვე დეპუტატობა, მე შალვას ვეღარ უღალატებ. იმიტომ რომ შალვას ისეთი მწარე გაკვეთილები აქვს გამოცდილი, გაიყვანს ხოლმე ვიღაცას და შემდეგ უღალატებენ. და თუ ძალიან ისეთი გაყალბება არ მოხდა საარჩევნო სიების, როგორც აქამდე იყო ჩვეული, მე მგონი ლეიბორისტული პარტია უნდა მოვიდეს დიდი უმრავლესობით და მეც ალბათ ერთ-ერთი მათგანი ვიქნები. გასაგებ, მე მაინც მინდა დავუბრუნდე ბატონო გოდერძი. აი ბატონმა ვანომაცაც ახსენა ბრძოლა. თუ გასულ ის აი ამ გამოსვლაში იყო სიტყვა ბრძოლა, რომ წერალი უნდა იბრძოდეს. წერალი უნდა ყოველთვის ამბობდეს თავის სათქმელს და გამოქონდეს ასე ვთქვათ საჯაროდ ეს სათქმელი. რამდენად იბრძვის დღეს ქართული მწერლობა? აი თქვენი შეფასება მაინტერესებს. არა თქვენ თავზე, არა საერთოდ. რამდენად იბრძვის დღეს ქართული მწერლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაც სასიკეთო შეიცვალოს და რამდენად არიან დღევანდელი ჩვენი ქართული მწერლები, იგივე ერის ლიდერები, ჩვენი ლიდერები ყველას. სამწუხაროდ გათიშულობის ფონზე თუნდაც აი ამას დავამბობ. სამწუხაროდ აი ისე მოხდა რომ აი ამ გათიშულობის ფონზე უკვე ვეღარ უგებულობთ რომ წერალი იბრძვის თუ არ იბრძვის. აი თან კიდე ამას ემატება ის რომ წიგნის გამოცემა ხდება, წიგნის გამოცემას უნდა ძალიან დიდი თანხა და თუ გამოიცა რომელმა მწერალმა გამოსცა წიგნი 1000 ეგზემპლარს თუ გამოსცემს და ამდენად ვეღარ გებულობ რომ იბრძვის თუ არ იბრძვის იმის ან ჩაგივარდება ხელში. მისი ხმა ბოლომდე არ მიდის. მისი ხმა ბოლომდე იქვე იკარგება 1000 წალი წიგნი ეს არაფერი არ არის სამეგობროში დარიგდება და ეგ იქნება. კიდევ ერთი ზარი ჩვენთან ეთერში. საღამოშვიდობისა გისმენთ. ბოლო ზარი ჩვენთან ეთერში სულ ხუთი გადაცემის დამთავრება. დიახ, გისმენთ. ბატონ გოდერძიდან მაქვს ესეთი შეკითხვა კი არა. თხოვნად და შეკითხოთ და რა ვიცი. ბატონო გოდერძი, პირველ რიგში რომ თქვენ ხართ უაღრესად სათნო, ფაქიზი და ძალიან დიდსულოვანი ადამიანი, ამისთვის გიხდით დიდ მადლობას. თქვენზე აი ეს რაღაცეები რო იყო, თქვენი რაღაც სულიერი რაღაცეები ის იმან ჩვენ სულზე ძალიან იმოქმედა, იმიტომ რომ
ხელოვანი ადამიანი უნდა იყოს მესაჭე აი ამ ცხოვრების, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა შესაძლებლობა არ არის, არ არსებობს ხელოვნების გარეშე აი ცხოვრება, იმიტომ რომ თქვენ და თქვენისთანებმა უნდა წარმართონ აი ეს ცხოვრება. თქვენ უდიდესი სულის პატრონი ბრძანდებით, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით და ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი რამდენად გამართლებული არის ხელოვანის მოქმედება თუ რა ვიცი პოლიტიკაში ხელოვანი თვითონ ისეთი ფაქტურაა რომ ის მწერალია, პოეტია, მხატვარია თუ რაღაცა ის თავის შემოქმედებას მაინც ასახავს პოლიტიკურადაც და ყველანაირად. მაგრამ აი თვითონ ფიზიკურად ხელოვანს მე მგონი არ უნდა ქონდეს შეხება პოლიტიკასთან. ეს თქვენ არ გეხებათ, ეს ეხება უბრალოდ აი იმ დიდი მადლობა, გასაგებია. მართალია, იმიტომ რომ მაგრამ უხმოხმაზე საუბრობთ წელან და ეს ხმა არის მოდა ფაქტიურად. ალბათ რა არის რომ მე რო ეხლა კინო მქონდეს გადასაღები და ამის საშუალება მქონდეს მე ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი და მე და შალვა ნათელაშვილის შორის დღეს არ გაჩაღებულა ეს საუბარი რომ დამიდექი გვერდით. რამდენჯერმე ადრეც შემომთავაზა შალვა, მაგრამ მე ფილმები მქონდა გადასაღები და მე თვლი რომ სწორად მოვიქეცი რომ მაშინ არ წავედი პოლიტიკაში და გადავიღე ვაი თუ უკანასკნელი ფილმები საქართველოსთვის კარგახნის მანძილზე, გადავიღე 64-ის გრიტები, გადავიღე ლუკას სახარება და გადავიღე მიჯაჭვული რაინდები. აი ზედიზედ 3 ფილმი გადავიღე და მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ ხელოვანი უნდა ქმნიდეს, მხატვარი ხატავდეს, მუსიკოსი მუსიკას წერდეს და მღეროდეს და ყველა თავის საქმეს რუსთაველმა კარგად გითხარა, რაც ავისცა ბედმან მისცას და აჟერდეს და მას უბნობდესო. საუბედურო და ეხლა ჩვენთან ეგრე არ არის, იმიტომ რომ თუ აი მგელი შევარდა ცხრის ფარაში ის სულ ყველას გამოსჭრის ხოლმე ყელს, ისეთი გამომაწყარია მგელი და თუ პოლიტიკაში არ იქნებიან ინტელიგენტი ადამიანები, მაშინ მგლები შეცვივიან, როგორც უკვე შეცვივდნენ და საერთოდ რაც კი რამ დაგვრჩა, ამას ისედაც ხო გამოხრეს და გამოგვიხრავენ და დავრჩებით სულის ზნეობის, სიმართლის და ყოველგვარი ქართულის გარეშე და მე კიდეც ვთქვი რომ არიან მეთქი პოლიტიკაში, პარლამენტში და პოლიტიკაში წესიერი ადამიანები და კიდევ ალბათ იმათი ღვაწლია რომ თლად ვერ გამოხრეს საქართველოს იმ გლებმა, რომლებიც აი ესეთი გამომაწყრები არიან. ფილმზე მაინტერესებდა ბოლო ფილმი თქვით მიჯაჭვული რაინდები. მიჯაჭვული რაინდები საქართველოში არ ყოფილა ნაჩვენები და ამიტომ ალბათ ეს გადავიღეთ რუსეთის შეკვეთით და გადავიღეთ ქართულად. და უნდა ყოფილიყო ქართულად უნდა გახმოვანებულიყო და მე უნდა რაღაცა რამდენიმე ასლი უნდა დარჩენილიყო საქართველოში, პირობა ესეთი იყო და მე უნდა გვეთარგმნა რუსულად და უფლებები იმათ ჰქონდათ მე. ესე იგი ბოლომდე თქვათ ეს ვერ დასრულდა, ასე ვთქვათ, ხო? რო ნახეს რომ გადაღებულია ფილმი, აი ეს ფული აღარ მოგცეს რომ ქართულად გაგვეხმოვანებინა, წაგვიყვანეს და პირდაპირ რუსულად გავახმოვანეთ და რუსულად გახმოვანებული იმდენად ცუდი აღმოჩნდა რომ მოვდიოდი ვტიროდი თვითმფრინავში რომ ეს რა გამიკეთებიან მეთქი, იმიტომ რომ 70% დაიკარგა და აქ კიდე იმდენი ფული ვერ ვიშოვეთ რომ ქართულად გაგვეხმოვანებინა. გასაგებია და ბოლოს სულ რაღაც 2 წუთი რჩება გადაცემის დასრულებამდე. მე მაინც გითხარით რომ იქ ვიყავი ბატონო გოდერძი, როდესაც თქვენ აი ეს ამბავი შეგეფთხოთ ქოზიფას მონასტრიდან და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი რა თქვა ამით გოდერძის ჩოხელმა და მე აქ ვანუჩხიკვაძესაც ვკითხე სხვათა შორის რა იყო ეს? ხო არ იყო ეს პროტესტი, უდიდესი პროტესტი რომ ხალხო გამოფხიზდით, ხალხო მოიხედეთ ქვეყნისკენ და შველაშივდება ქვეყანას. რა იყო ეს ბოლოს და ბოლოს ბატონო გოდერძი? იქნებ თქვენ გითხრათ. მე ვხედავ, მე ასე შევაფასე რომ ეს იყო ჩემი სუბიექტური აზრი.
ეს იყო თქვენს მიერ გამოთქმული დიდი პროტესტი აი ამ ფორმით. მართალი ხართ, ეს იყო აი პროტესტი, რომელთაც მე მინდოდა მეთქვა, რომ ესე ცხოვრება აღარ შეიძლება. ქართველების ესე გაჭირვებაში ყოფნას სიკვდილი ჯობია რა, სიკვდილი ჯობია ესე დამონებულ ყოფაში ყოფნას რა დღეშიც ჩვენ ვართ. იმიტომ რომ ქართველი ალბათ ესე დაბეჭავებული არასოდეს არ ყოფილა როგორც დღეს არის დაბეჭავებული და ისევ შინაური მტრისაგან არის დაბეჭავებული. მოყრულად მოსული შინაურისაგან, რომელმაც დაძინებულ საქართველოს ჩასცა გულში მახვილი. გასაგებია. მაგრამ თქვენ არსებობთ, თქვენ აპირებთ პოლიტიკაში მოსვლას და ეს ნიშნავს, რომ თქვენ იბრძვით. ღმერთმა არ გამიშვა, ღმერთმა მომაბრუნა, ღმერთი უფლებას არ მაძლევს, რომ ვაკეთო მხოლოდ რაღაც ჩემი სურვილები და მე ამით ერთხელ კიდე დავინახე, რომ ყველაფერი ღვთისნებაა. შენ შეიძლება გამოხატო პროტესტი ამ ფორმით, მაგრამ ღმერთს ესე არ აქვს დაწერილი. ღმერთს როგორც გაგაჩინა, ისევე წაგიყვანს და ღმერთს ერთ წამში შეუძლია სამყარო აატრიალოს და მე ვეღარ მიშველი და მე ცუდად ვიყავი ესე მართლაც ცუდადაც ვიყავი და იმასთან ერთად ეს ცუდად ყოფნის ისიც იყო და ყველაფერი მაინც ღმერთის ნებაა და ღმერთი შეეწიოს სრულიად საქართველოს, ღმერთი შეეწიოს ჩვენ პატარა გორს, რომელიც დიდია და ღმერთი შეეწიოს ჩვენ მომავალს. დიდი მადლობა. ღმერთი შეგეწიოთ თქვენ მოგდებს. დასულა ჩვენი გადაცემა, ძალიან სწრაფად გაირბინა ამ ერთმა საათმა. დიდი მადლობა მაყურებელს, რომელმაც გვისმინა, დიდი მადლობა იმ მაყურებელს, რომელმაც დარეკა, რომელმაც ვერ დარეკა. ვიცი რომ უამრავი მაყურებელი ეკავდა და ბევრი ვერ მოხვდა. ბევრს უნდოდა თქვენთან გასაუბრება. დიდი მადლობა თქვენ ბატონო გოდერძი და მე გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას, სიკეთეს და იმ საქართველოს, რომელზეც თქვენ ოცნებობთ. ერთმა აღიხდინოს ეს ნატურალურობის. ჩვენ მომავალ სამშაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდეთ.